მოგესალმებით კიდევ ერთხელ საარჩევნო თემები, რაც უფრო მივახლოვდებით არჩევნებს და მათ შორის საარჩევნო სიები სულ უფრო აქტუალური გახდება და ეს ბუნებრივია. რაც შეეხება ოცნების საარჩევნო სიას, მათთვის საცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამ სიის გადახალისება. იმიტომ რომ ქართული ოცნების საარჩევნო სიის დიდი ნაწილი არის პირდაპირ ვიტყვი ბალასტი. აქედან გამომდინარეც არის ის იმიჯური პრობლემები, რომელიც ხელისუფლებას აქვს ბოლო 3 წლის განმავლობაში არაკვალიფიციურობა და არაპროფესიონალიზმი სამწუხაროდ ქართული ოცნების ბევრ დეპუტატს ახასიათებს. ამიტომაც მათი გამოსვლები ხშირად აგრესიას იწვევს საზოგადოებაში, შედეგად ვიღებთ იმ რეიტინგს, რომელიც დღეს აქვს ქართულ ოცნებას და სადღაც 16%-ის ფარგლებში მერყეობს, ხო? მაგრამ გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია ვისით მოხდება ამ სიის ჩანაცვლება. საუბარი, რასაც მე მედიიდან ვკითხულობ, არის იმაზე, რომ ცნობილი სახეებიც მიიზიდონ და ასევე ის ადამიანები, ვის ყოფნასაც საკანონმდებლო ორგანოში აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, ანუ ვისაც შეუძლია კანონი დაწეროს. მაგრამ ამასთან მე ვფიქრობ, რომ უმნიშვნელოვანესი და გადამწყვეტი იქნება არა სახელები და გვარები, არამედ პრინციპი, რა პრინციპით დაკომპლექტდება ეს სია და შემდეგ დეპუტატებთან ურთიერთობებისა და მიდგომის ფორმები. მე გულისხმობ რას? ამ სიის შერჩევისას ამოსავალი იყო მორჩილება და არაერთგულება, მორჩილება. და შემდეგ ან უფრო ნაკლებად კვალიფიციურობა და პროფესიონალიზმი. ამიტომაც არის ეს დღეს ასე მწვავედ ქართული ოცნების იმიჯის პრობლემა რომ დგას და არა მარტო იმიჯის, მისი რეზულტატურობის, ხო, შედეგიანობის. მე ვფიქრობ, რომ ამ სიის შედგენისასაც ამოსავალი იქნება ისევ მორჩილების პრინციპი და დეპუტატებს შეხედავენ არა როგორც ადამიანებს, რომლებმაც უნდა შექმნან ამ სახელმწიფო საკანონმდებლო ჩარჩო, არამედ როგორც რუპორებს. ისევე როგორებიც არის ამ პარლამენტის საკმაოდ დიდი ნაწილი. და თუ რუპორად განიხილავ ადამიანს, ამ შემთხვევაში რა სახელისა და გვარისა და მატარებელიც არ უნდა იყოს ის, მის შესვლა საკანონმდებლო ორგანოში ექნება ნულოვანი მნიშვნელობა. თუ შენ საკანონმდებლო ორგანოში შენი დეპუტაცია არ გჭირდება იმისათვის, რომ ისინი იყვნენ ინოვაციურები, იყვნენ პროფესიონალები, იყვნენ ადამიანები, ვისაც თავის საკუთარი აზრის გამოთქმა შეუძლიათ და ამ აზრის დაცვა და შესაბამისი არგუმენტების მოყვანა, რაც აუცილებელია კანონშემოქმედების საქმიანობისას, ასეთ შემთხვევაში კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ შედეგი არ ექნება არანაირი სახელების და გვარების, თუნდაც ძალიან ცნობილი და ძალიან პატივსაცემი სახელების და გვარების ჩასმას. იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ქართული ოცნება მივა ორ ურთიერთგამომრიცხავ ბოლომდე. ერთი იქნება ის, რომ ამ ადამიანების ნაწილი ან არ დათანხმდება სიაში ჩაჯდომას, ან თუ ჩაჯდება ასეთ შემთხვევაში უკვე პარლამენტში გაემიჯნება ოცნებას. ისინი ვინც ამ მორჩილებისა და რუპორობას არ დათანხმდებიან, ხოლო ისინი ვინც დარჩებიან, იქცევიან ისეთივე, როგორიც არის დღევანდელი საპარლამენტო უმრავლესობის დიდი ნაწილი. ასე რომ მე ვფიქრობ, რომ ამოსავალი სწორედ ეს არის, რა პრინციპით, რა მიდგომებით დაკომპლექტდება საარჩევნო სია, რას მოთხოვენ მათ სიაში ჩაჯდომის სანაცვლოდ და რისთვის იქნებიან ეს ადამიანები მზად. ეს როგორი მოქმედებს საერთოდ ქართული ოცნების იმიჯზე, თუნდაც საარჩევნო კუთხით. ანუ კრიმინალური სიტუაციის უფრო მეტად განვითარება და ესეთი ფაქტების გამრავლება. მე ამ კონკრეტულ ფაქტს ვერ შევაფასებ და ვერც იმას ეს როგორ აისახება პირდაპირ იმიჯზე, იმიტომ რომ გაცილებით მძიმე, ეს არის ძალიან მძიმე კრიმინალური შემთხვევა, მაგრამ გაცილებით მძიმე შეცდომებზე მიდის ქართული ოცნება, სრულიად შეგნებულად, ბუნებრივია ახლა ამას პირდაპირ ქართულ ოცნებას ვერ მივაწერთ, რომელსაც შეუძლია გამანადგურებელი დარტყმა მიაყენოს ქართული ოცნების იმიჯს, ხო? აი სულ ბოლო თვეების
ბატალიები რომ გავიხსენოთ დაწყებული რუსთავი 2-ის საქმით დამთავრებული გირგვლიანის მოსამართლეების დანიშვნით ეს ისეთი თემებია, განსაკუთრებით ეს უკანასკნელი, რომელიც მუდმივად ყოველდღიურ რეჟიმში მოხდება ხელისუფლებას ცხვირში არჩევნებამდე პერიოდში და ამას არ დაგიდევთ და ახლა ის რაც მოხდა ტრაგიკული შემთხვევა, თუ ეს გადაიზარდა ზოგადად კრიმინოგენული ვითარების წავე გაუარესებაში, აქ ორი აზრი არა, რა თქმა უნდა, ეს დაარტყამს ხელისუფლების იმიჯს. და ამ კონტექსტში საარჩევნო კოდექსთან მიმართებითაც რო შეაფასოთ, არასაპარლამენტო ოპოზიცია, მათ შორის ზოგიერთი საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები ცდილობენ და უნდათ რომ შეიცვალოს საარჩევნო კოდექსი. თქვენი აზრით, თუნდაც საარჩევნო ამ არჩევნებს ბოიკოტი რო გამოუცხადოთ, ოპოზიცია ამბობს, რომ ლეგიტიმურობის საკითხი დაადგება საბოლოო ჯამში აღნიშნული არჩევნების. როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები ამ კუთხით? ხო, საარჩევნო კოდექსი და ცვლილებები ყველაზე მწვავე თემაა. საქართველოს განვითარების ფონდი ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს. ბევრი რამ არის შესაძლებელი, რაც ალბათ არჩევნებამდე ვერ მოესწრება, მაგრამ ვალდებული ვართ, რომ ამაზე ყურადღება კიდევ ერთხელ გავამახვილოთ. დაწყებული ბიომეტრიული სიებით, რომელზეც დღეს აღარავინ საუბრობს, საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების დისკრიმინაციული წესით, რომელიც ხელისუფლებას საშუალებას აძლევს სრული კონტროლი კონდეს საარჩევნო კომისიებზე, ასევე პოლიტიკური სუბიექტების და პარტიების დაფინანსების წესი ზოგადადაც და განსაკუთრებით წინა საარჩევნო პერიოდში, რომელიც ასევე საკმაოდ დისკრიმინაციულია და პოლიტიკურ სპექტრს არ აძლევს საშუალებას, რომ მასში შემავალი სუბიექტები გაძლიერდნენ. აღარაფერს საუბრობ ადმინისტრაციული რესურსის შესაძლო გამოყენებაზე და გაყალბებისთვის მზაობაზე. ყოველ შემთხვევაში ის რაც ვიხილეთ ჩვენ ამ მოსამართლეების დანიშვნა, გირგვლიანის საქმესთან იდენტიფიცირებული მოსამართლეების დანიშვნა სააპელაციო სასამართლოში ძალიან ბევრის თვალში ეს იყო ხელისუფლების მხრიდან პირდაპირ მესიჯი, რომ ისინი ყოველ შემთხვევაში ასე ვთქვათ ხელისუფლებაში როგორც ვერსია განიხილება არჩევნების გაყალბებისთვის მზაობა. სხვაგვარად უბრალოდ აუხსნელია ამ ტიპის ადამიანები როგორ შეიძლება მოხვდნენ კვლავ გამხდარიყვნენ მოსამართლეები იმ ადამიანების ხმების წყალობით, რომლებიც სწორედ ქართულმა ოცნებამ აირჩია იუსტიციის საბჭოში. გარდა ამისა, აუცილებლად მინდა ყურადღება გავამახვილო უკვე შეტანილ ცვლილებებზე საარჩევნო კანონმდებლობაში, რომელიც ტოვებს გაუგონარი ორაზროვნების საფუძველს. ამაზე უფრო კონკრეტულად ჩვენ მუშაობთ საქართველოს განვითარების ფონდი და შესაბამის დასკვნას დავდებთ და მედიასთან შეხვედრაც იქნება ბუნებრივია, მაგრამ რაც შეეხება ორაზროვნებას, ეს ორაზროვნება გახლავთ შემდეგი, რომ შესაძლებელია ერთი და იგივე ადამიანის მიერ მიცემული ხმები მაჟორიტარი დეპუტატისთვის, კანდიდატისთვის დაითვალოს სხვა საარჩევნო ოლქში, ხოლო პროპორციული სიისთვის მიცემული ხმა, ანუ პარტიისთვის მიცემული იმავე ადამიანის ხმა დაითვალოს მეორე საარჩევნო ოლქში. რაც ასევე ტოვებს იმის შესაძლებლობას, თუ კი ეს კანონის ეს ორაზროვნება სწორედ ამას გულისხმობს, ასევე ტოვებს შესაძლებლობას, რომ თუ ხელისუფლებისთვის არასასურველი იქნება მაჟორიტარული ოლქის შედეგი, ამა თუ იმ მაჟორიტარული ოლქის გააუქმოს ის მაჟორიტარული ოლქი და დატოვოს პარტიული სიის შედეგი, სხვა საარჩევნო ოლქში ამ პირიქით გააუქმოს პარტიული სიის შედეგი და დატოვოს მაჟორიტარი. ასე რომ ეს ცვლილებები არის, მე ვიტყოდი, პირდაპირ დრამატული, რომელიც ასევე მოსამართლეების არ იყოს, ბევრით მიანიშნებს იმას, რომ ხელისუფლება ემზადება გაყალბებისთვის. ძალიან დიდი კითხვის ნიშნები ჩნდება, როგორც მოგახსენეთ, ამაზე კონკრეტულ დასკვნას ჩვენი ფონდი ახლო მომავალში წარმოგიდგენთ. ზოგადად რო ისაუბრებ გაზპრომთან მოლაპარაკებების შესახებ და ასევე ეხარა სტატიაც გადმოვეცით, კალაძის მოადგილე ინტერვიუს აძლევს ერთ-ერთ რუსულ გამოცემას და ის ამბობს, რომ შესაძლოა გაზპრომთან მოლაპარაკებები სოკარის სასარგებლოდ შეიცვალოს. ეს არ იქნება უარი გაზპრომის გაზზე, თუმცა სოკარის სასარგებლოდ შეიცვალოს. ასევე ინტერვიუში ის ამბობს აბსოლუტურად ყველაფერს დეტალურად აღწერს, როგორ მიმდინარეობდა მოლაპარაკებები
გაზპრომთან. Როგორ ფიქრობთ, ხომ არ ნიშნავს ეს იმას, რომ ენერგეტიკის სამინისტროში რაღაც შეიძლება არსებობდეს შეუთანხმებელი პოზიციები, იმიტომ რომ აშკარად იგრძნობა ცვლილება თვითონ კალაძის კომენტარებიდან გამომდინარე, განმარტებებიდან გამომდინარეც და ასევე რამდენად არის შესაძლებელი სოკარის სასარგებლოდ შეიცვალოს მართლაც მოლაპარაკება. რაც შეეხება გაზპრომს, ზოგადად გაზპრომთან ურთიერთობები რისკი მრავალ ასპექტიანია. მე დავყოფდი ასე, პირველი და უმთავრესი არის, რაზეც ამ ეტაპზე საუბარი არ მიმდინარეობს, მაგრამ პირველი და უმთავრესი არის, თუ კი საქართველო გახდება რუსულ გაზზე კვლავ დამოკიდებული, აქედან ერთი ნაბიჯია უკვე საქართველოზე გამავალი სტრატეგიული მილსადენების მიმართ რუსული ინტერესის დაფიქსირებაზე. მოგეხსენებათ, რომ რუსეთს არ შეუწყვეტია საკუთარი ინტერესი, მუდმივად აქვს ინტერესი და არ შეუწყვეტია მცდელობა მთელი 20 წლის განმავლობაში, რომ ისევე როგორც სომხეთზე გამავალი მილსადენები, საქართველოზე გამავალი სტრატეგიული მილსადენების დაესაკუთრებინა. და ამასთან დაკავშირებით არაერთი ბატალიები გვახსოვს. როგორც გითხარით, მე პირველი ხარისხის რისკად ამას მივიჩნევ. თუ საქართველო კვლავ გახდება რუსულ გაზზე დამოკიდებული, აქედან ერთი ნაბიჯია იმაზე, რომ რუსეთმა გააკეთოს ყველაფერი, რომ საქართველოზე გამავალი სტრატეგიული მილსადენები ჩაიგდოს ხელში. მეორე და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია რუსულ გაზზე დამოკიდებულების შემთხვევაში საქართველო აზერბაიჯანის სტრატეგიული ღერძის ნგრევის ძალიან მაღალი რისკი. საქართველოსა და აზერბაიჯანის სტრატეგიული ღერძი მე შემთხვევით არ მიხსენებია. დასავლეთის ინტერესი როგორც საქართველოს, ასევე აზერბაიჯანის მიმართ განპირობებულია დიდწილად, უმეტესწილად სწორედ ამ ღერძის არსებობით, იმიტომ რომ ცალ-ცალკე ეს ქვეყნები თავის სტრატეგიულ მნიშვნელობას კარგავენ, როგორც უმნიშვნელოვანესი დერეფანი, არა მარტო ენერგოდერეფანი, მათ შორის და ამიტომ ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში განსაკუთრებით რუსეთი ყველაფერს აკეთებს, რომ მე სტრატეგიული ღერძი გახლიჩოს. ცალკე მუშაობს აზერბაიჯანთან ამ მიმართულებით და აზერბაიჯანის ოპოზიციასთან მათ შორის და ცალკე მუშაობს ძალიან ინტენსიურად საქართველოს ხელისუფლებასთან. რუსული გაზის შემოსვლა სხვა რომ არაფერი. საქართველოს აზერბაიჯანის სტრატეგიული ღერძის გახლეჩვის ძალიან მაღალ რისკს შეიცავს. ისედაც დაძაბულია ეს ურთიერთობები საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ბოლო პერიოდში. ასე რომ მთავარ რისკად მე მიმაჩნია ერთ-ერთი მთავარი რისკად მიმაჩნია სწორედ ეს. აქედან გამომდინარე ის ინტერვიუ, რომელზეც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ, ანუ მარია ვალიშვილის ინტერვიუ, სადაც ის ამბობს, რომ სოკარის დელეგაციის საქართველოში ბოლო ვიზიტისას წინა კვირას, ანუ განიხილებოდა რუსული გაზის აზერბაიჯანული გაზით ჩანაცვლების საკითხი. ეს მე ვიტყოდი არის ძალიან მნიშვნელოვანი შემოbrunება ამ თემაში. როგორც ჩანს, არა მარტო აზერბაიჯანმა, არამედ ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორებმაც, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ამ მიმართულებით ძალიან აქტიურად იმუშავა საქართველოს ხელისუფლებასთან და მოვლენებს პირდაპირ დაარქვა თავისი სახელი. იმიტომ რომ აქამდე ჩვენ გვესმოდა, რომ იმ ინფრასტრუქტურას, რომლითაც აზერბაიჯანიდან საქართველოს მოეწოდება გაზი, მეტი მოცულობის გატარების შესაძლებლობა არ აქვს. ეხლა როგორც აღმოჩნდა ეს საკითხი განხილვის თემაა, თუმცა აქვე დასძენს მინისტრის მოადგილე, რომ ტექნიკური დეტალები, ანუ რამდენად არის ამის შესაძლებლობა ზუსტდება, მაგრამ აზერბაიჯანული მხარისგან ჩვენ უდმივად გვესმოდა განცხადებები იმის თაობაზე, რომ ამისი ტექნიკური შესაძლებლობა არის. როგორც გითხარით, ეს იქნება ძალიან მყარი გარანტიები საქართველოს აზერბაიჯანის აი ამ ღერძის შენარჩუნებისა, რაც პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ საქართველოს მიმართ დასავლეთის ინტერესი კვლავ იქნება საკმაოდ მაღალ რეგისტრში.